ეს ბაჩი ვინ გიკიდა? სინა. ვინ? სინა ბაჩი მიკიდა. ზინამ უკიდა, მართლა ზინამ გამოუგზავნა ეს ბაჩი და შევახსენე დედიკო ზინამ რო გამოგიგზავნა თქო და ისწავლა. საერთოდ არ ჩამიცვია ჯერ, არც მახსოვდა რომ ქონდა ბაჩი. ვინ გიკიდა დედიკო ბაჩი? დედიკო. ბებეს. ზი? დედიკო. მიკიდა ბაჩი. ზი მიკიდაო ბაჩი ზინამ. დედიკო. სინა. რომ გაღვიძე სოდალიკი. ჩაღლაბე ალბათ წყალი რო დალია. ეს უყურეთ საცის. ეს აქ ველოდებით ხალხო, მაგრამ აბაშაში ვარდო ჯერ, მაინც მე მგონი ადრე გადმოვედით. დედიკო ბახალყი ნახე. სად? ხილა დადა. ნო, ადა იქეთ გადავარდები ახლა. დილა მშვიდობის ძვირფასებო. როგორ ხარ? ბიჭო. ჩემთვის არ მინდა ეს, ჩემთვის მინდოდა. ევი არ მოგცადაია? კაი, ორი იკმარე. ახლავე მოვალ. ვერ მოვახერხე ვერანაირად მოსვლა. ნასკი რატო არ გაცვია ფეხზე? ესე იგი ჩემი დამოვიდა, ჩემი დიშვილი, ეს მოვახერხე რომ გამომეცხო, ეს წუხელ გამოვაცხე, გუშინ წინ ვერა წუხელ ხამე გამოვაცხე. ეს კრემი რაც მქონდა მორჩენილი ის, ეს ერთი ბისკვიტია, ერთი არის გამჭერი შუაზე. 7 კვერცხიანი. რა არის? 7 კვერცხიანი ბისკვიტია, ძვირფასებო 30 დიამეტრიანი. ხო, ესე იგი, დავჭერი თან დღეს დილით ჩემ დას ეხლა წავიდნენ ქუთაისში ტურნირი აქვს ჭადრაკში, ჩემ დიშვილს და ყავა დავალევინე, მუხამჭამა და მეც მინდა ყავასთან ერთად, მაგრამ დავლევ რა თქმა უნდა მე. ეხლა მაწონი მოვიტანე, არ ვიცი ჩემი დიშვილი ძალიან ისეთი უჭმელი ბავშვია. რა ვაჭამო ხოლმე ვერ დავადგი თავი. ბრინჯის ფაფას გავაკეთე. სმეტანა მოვატანინე მუხას. მარგოსი ყვარებია და მარგოსი მოვატანინე. ამიტომ ეხა მოვიტანე მე თევზი უყვასო სკუმბრია არ არის ეს მე მგონი, მაგრამ რო შევწვავ გარჩევს ეხა სკუმბრია არის თუ არა. ხო და რაც ქონდა ნიკო დედას ის წამოვიღე. მთავარია ის წითელი არ წამოვიღე, იმიტომ რომ წითელი არ უყვარს, ვიცი ზუსტად და ამიტომ ეს წამოვიღე, 3 ცალია. რო დავჭრი გავასუფთავებ და ეგრე გავაკეთებ, ხომსაც გავაკეთებ, ლობიანები გამოუცხე გუშინ. რაღაც ნაწყვეტები გადავიღე და შევეცდები რომ აგიტვირთოთ, მაგრამ არ ვიცი ეხა როგორ მოვასწრებ. ეს თუ ნორმალური ზომის ვიდეო გამოვანო, წუთებს გულისხმობ, მე იმათ ცალ-ცალკე ავკინძავ და ესე გავაკეთებ. ეს ვიყიდე, იქნება ჭამოსმეთი. ორი პური ვიყიდე. და ხერხილი ვიყიდე, იმიტომ რომ წყალმა იცის წასვლა პირველი 20 წუთი არ ვიცი არის თუ არა საერთოდ. კი, ეხა ყოფილა, მაგრამ როდის წავა არ ვიცი, ამიტომ თითქმის გარეცხილი რო არის ის ხერხილი ვიყიდე. ეს ორი პური უბრალოდ დავიმატე, თორე ორი ცალი მიდეს კიდე. გუშინ წინ მოტანილი არის და ესენიც იყოს, რომ მოვა იქნება ჭამოს თქო. ხო, აი ეს ხერხილი ვიყიდე, ეს ერთ გაკეთებაზე ყოფს. ნახეთ როგორი სუფთა დიდი გარეცხვა ამას არ სჭირდება. ეს ყველაფერი კევია აქ თან ადას და იყო 19 და 50 თეთრის. მოკლედ, ძვირფასებო. ეს სულ ყველა არის ჩურჩხელა. აი, აქაც
აქაც ზოგი თხილიანია და ზოგი ნიგზით. ეს ნიგოზია, აგერ თხილიანი, ეს ნიგზით. ნიგოზია მე მგონი თუ თხილი, კაი მაინც აგერ ნიგოზი, სხვილი. თუ თხილი არ ვიცი ეგ. ხო და ცოტას საჩინოს და ჩემს დას კიდე იგონჯონი კიდე შეიძლება გათხოვილი გაუნაწილებთ. აბა ამდენს ჩვენ რა როვაჭმევს. ხო და გავყოფთ მერე და წავიღებთ. ვაპირებთ საჩინოშიც წასვლას. ჩემმა სიძემ ეს გამოუგზავნა მუხას, მუხრანი, თეთრი ცქრიალა ღვინო, ესე აწერია, ცქრიალა თეთრი ღვინო, მუხრანი ბრუდი. ხო და ორი გამოუგზავნა, ერთი იქეთ შავი ნახე საკუჭნავაში, იმიტომ რომ არ მაქვს ადგილი მაცივარში და აი ეს აქ ჩავდეთ სივი, მაინც რა ვიცი. რომ მოგვინდეს. ჩადიდა. დიდა მოვა დედიკო, ვაიმე დედას. რო ხედავს მე დედიკო არ უნდა ხალხო. აი არ უნდა მღალატობს ძალიან ჩემი შვილი. ეხლაც ქუთაისის მარშრუტით ანუ იქ მოკლეზე არ იცოდნენ გზა. ამიტომ მე გავყევი, მე და ადა გავყევით და ისეთი იტირა რომ წავიდა რომ გაგიჟდა, მაგრამ მოვლენ 3 საათზე იწყება ტურნირი. ესე ვიცი რომ 3-ზე იწყება და ალბათ საღამოსკენ მოვლენ 5-ის მერე მაინც. ესენი დილის დასრულებია თორე წუხელა არაფერი დამიტოვებია საერთოდ. ამათ ვუნახავ ჩემ მეგობარ გოგოს. ხო და ამაში ჩავდებ ხა რომ დავკუჭე. და მერე წავუღებ. ხათმები რაღაცეები ყავს და ამიტომ მაგისთვის ვუნახავ. ეს მწვანილი დეიდა მამამიტანა ჩემს ქვემოთ ცხოვრობს მეორე სართულზე ინქალმა. აქ აქვს ბოსტანი და რას ქვია იყიდეო გუში მოვიტანე, ვიყიდე. ხო და გაგიჟდა, ამიტომ დღეს ამომიტანა. ჩემმა მეგობარმა გოგომაც ნათია აი ეს სულ მწვანილია, ციფასებო, ქინძი, ოხრახუში და ცერეცო. ეს ყველა იმან მომიტანა წუხელ. იმას მოაყოლა კიდე 15-იც არის სოფლის კვერცხი მოგროვებული თავისი. ხო და ეხა მე მინდა ყავა ხალხოთალე ძალიან ისე ვარ როგორი დალიე დედიკო. მოგცემ ჭიქს. ჯერ არაფერი არ მიჭამია, ხაიმე სადლეზე ჭიქას ხადე. ხადე. მით ჩამოას. მე ამას დავაკეთებ რომ დახვდეს ისე. რომ მოვა რო დავხდეს და გემრიელად რო ჭამოს. ჭამს მარტო ყველს და იმას რა ქვია ჩემი და მირეკავს ერთი წამი. მოვა დედიკო, მოვა. ჰადე კიდე რატო წმენდი ატარს. გაიცე დედო? მოკლედ. ნამცხვარი მინდა ვჭამო. ჩემმა დამირეკა. რაღაცა დამჩაო და სად შევინახე, არ მახსოვსო და ნახეო. ხო და ადგილზეა. დედი. მოკლედ. დაალაგებული მაქვს, მარტო იატაკები მაქვს მოსაწმენდი, ეგ აქ იყოს გალღვეს. ეს ტაფა გამრეცხოთ, ხომის ტაფაა. ეს დილითაც ხომი რო ჭამა ჩემმა დის შვილმა. ეს სალიანკა მხოლოდ მუხრანი თუ მიითმევს. პირველის ნახევარი. მალე გოდე ცეკვაზე დე. ისაკეთ გავიტან.
დავიოთ ყავა და მივიყვათ ნამცხვარი. უშაქრო ყავას დავლევ, რადგან მინდა რომ ტორტი მივიწყვა. წუხელი იმდენი ხომი შემომეჭამა ხალხო და ეს სალიანკა. მე ხომი დაყვები იცით თქვენ რომ ჯერ ჩემო საწონი ყველი ვერ ვიპოვე და არ შემხდა სიმართლე გითხრათ დიდად ეძებე და რაღაცა თქო ვეკითხით იმიტომ რომ ახიგოდეიდაც რაც აქ ის მომაქვს ხო და თავი ჩემს დას მოეწონა არ არისო ცივი ყველიო მაგრამ ეხლა ვისთვის როგორ მე ჩემთან რა ვიცი, დანაირი ყველი მინდა არ ვიცი, ვერ გავიგე უბრალოდ. ეს კრემი, ხო გითხარით რომ მორჩენილი მაქვს მეთქი კრემი, ახლა აქ დავასხამ ტაფაზე. ხომი გავუცხელე დილით დიმას და ხომი და ყველი მიეთხვა. ჩემი და მეუბნება, ნუ აძალებ არ გინდა, თუ მოუნდება შეჭამს, მეტად არ ჭამსო და ალბათ მე მივხვდი რომ ალბათ წყლის მეთქი ამდენჯერ რომ ჭამეს ვეუბნები და გავჩერდი რა, არ ვიცი როგორ მოვიქცე. რაც კრემი მქონდა მორჩენილი, ძველი, აი ის გავუკეთე, არ ამითქვეფია ისე, დამეზარა სიმართლე გითხრათ იმის თქვეფა. იმიტომ რომ დაღლილი ვიყავი და მე ველოსიპედი ჩავიტანეთ. დიმამ გავისეირნებო დეიდაო და ჩემი ველოსიპედი მძიმეა იცით 70-80 კილომდეა მე მგონი გათვლილი რომ გაუძლოს რა და 80 კილო კი არა მუხანიც იჭდა მაგაზე. ხო და ანუ დავჯექი. მანქანა უნდა გამოსულიყო და მე მოუხვევა მასობაში და მოვუსწრებ მეთქი. მოხვევას. და გვერდზე გავალ მეთქი და ისე ძალიან მოუხვიე რომ დავვარდი და ფეხზე მაქვს აქ. არ ვიცი ეხა იქ როგორ გამოჩნდება, მაგრამ უწუხელი მткиოდა საშინლად სისხლიც მომდიოდა. ეხა გაშრა უკვე და არაფერი არ არის ისეთი, მაგრამ მაინც მოკლედ მუხანი მეუბნება რომ არ შეიძლება მასე, იმიტომ რომ მანქანაზეც მერე შენ ეგრე იზამო. მართვის მოწმობა რო აიღო ან რავი რო გინდა ძალიან და რაღაცაო შენ მერეო მანქანაზეც ეგრე იზამ, რომ ვითომ აი გავასწრებ და მოვასწრებ და ამაზე ფიქრითო და ეს არ შეიძლებაო მეუბნება და მართალს ამბობს ალბათ ეს კაცი, მაგრამ მე უნდა ჩავინერგო ეგ ჩემს ტვინში რომ ესე ვიფიქრო მეც რომ აი ჯერ წავიდეს მე რა დაელოდეო 10 მანქანა რომ მოდის მაგალითად წავიდესო და მე გაიარეს შენო მუხანი ესე აკეთებს თურმე იმიტომ რომ ყოველთვის შენს თავზე უნდა იფიქრო პირველ რიგში და არა იმაზე რომ აი მოვასწრებ და ასე შემდეგ მე რომ რაღაცა არ გამოვა ხო ცუდი არისო ხო და ამიტომაც რა ვიცი ხალხს სწავლებ. ეხლა მანქანას მე როდის ვისწავლი და როდის მე ნება მათთვის მოწმობა არ ვიცი. თუმცა მახსოვს რომ მსგავსი რაღაცეები არის აი როგორ მქონდა იცი? თითქოს და მქონდა და აი არ მახსოვს ეგ ოცნება იყო თუ რა იყო. არ მახსოვს რა არის, მაგრამ აი თითქოს და მყავდა მანქანა და დავდიოდი. ესეთი რაღაცა მახსოვს. საიდან მახსოვს არ ვიცი. და დავდიოდი და არ ვიცი მეტარება იცით თქვენს, მაგრამ მაინც ესეთ რაღაცა მახსოვს. არ ვიცი საიდან და როგორ მოდის. მაგრამ მახსოვს ეგ. ბევრი რაღაცა ესეთი მახსოვს, რაც მერე ხდება. ოღონდ არ ვიცი საიდან მახსოვს. თან ისეთი რომ არც მომხდარა ეგეთიც არის. მოკლედ არ ვიცი რა. ეხა მეტყვით რაღაცას ბუტბუტებ და ასე შემდეგო, მაგრამ არა ხალხო ბუტბუტებ. მახსოვს. ესე დავშალოთ.
ჩემს დიშვილს უყვარს იმიანი, კაკაოიანი, თორე მე დიდად არ მიყვარს სიმართლე გითხრათ და ბევრი კრემით მიყვარს მე. ცოტა ქოქოსიც აქვს ზემოთ. და ბევრი კრემით არ არის, მაგრამ წავა რა, ყავასთან. გემოსი ძალიან მაგარია. საფეთქი დამავიწყდა, მაქვს. საფეთქი მაქვს. გადავასხავითო სხვა წიქაში. გადავასხამ ხალხო. იგივე რაღაცა ჩემთან ხდება მარტო, ვიცი. დადი მინდა. დაჯექი. იქ არა, მოდი. მოგეთ დაჯე. და გაჭა. დადი მინდა. გაჭმე, დედიკო, მაგრამ კევი რო გაქვს პირში. კევი, მე მგონი სადღაც 5-6 წელი კევი ექნება, ოღონდ ის დიროლი. მე ნახშია. გოდეთ, კბილით ნუ გაიჭყიპები ძანგ, თხოვ დედიკო. ეგ გასუქებს შენ რო იცოდე. соусის გავაცხელებ და იმას შეჭამ. ნაგავში? ხო დედა, ნაგავში. მოდი ჩემო დამას. მანიკური დაიდამ წაუსვა. ხეს დილით, შავი მანიკური. და მოდამიშვა. ო დედიკო, მოვალო დეიდა, მალე მოვალო ადამ არ მოიწყინოსო. არ სილდება, ხალხო, ჩემთან არ დაწვა წუხელ, დეიდამისთან იწვა. რო დაიძინა მე ვიფიქრე, რომ იმას შეაწუხებს მეთქი ჩემს დას. ხო და მაგიტო ავიყვანე და თორე ერთხელ რო წავიყვანე მეგონა რო ეძინა, გამოეღვიძა რომ იმყავდა ისე და ისეთი ტირილი მორთო. ფანტა მიდი ეგერ ის ჭიქა მოიტანე და ჩაგისმენ ჭიქაში. ვიფიქრე რომ ის მეთქი. ჩაბჟირდება თქო და მართლა ჩაბჟირდა. ამიტომაც აი ისე მოვაბრუნე დეიდამისთან, კარგად რო ჩაიძინა, ავდექი და მოვედი და წავიყვანე მერე. არ გაუღვიძია. საწავედით ხალხო გუშინ ფეხით რაღაც ისინი მაგ. მონაკეთი. თქვენთვის ახალი ამბავიც მაქვს, მაგრამ მე გაჩვენებთ ამ ამბავს. გაჩვენებთ და მე და სასტუბი მინდა. თან გეტყვა, საწყობი არა გვაქვს. დედიკო, შენაც დიდი გოგო ხარ და ისე უნდა ტალიო ჭიქით, დე. ის მინდა ჩემი. იმაზე ბოთლი მიდევს. კაი, მოიტანე იქიდან ავიღებ გეგას ბოთლიდან. ჰა, მიდი. არა, ტორც მიაწება და ხო არ დაგსვამს ეხა 1-2 წუთი. ღმერთო დიდებულო. საწრობი ვერ ვიყიდე ერთი. კარგი, ნუ ანგრევ ყველაფერს შვილო. ბიჭოს. ერთი არ დამსვა, რომ ყავა მაინც გადამაყლაპონ. მე ვერ მიმყავს ცეკვაზე გოდე. ლიკას უთხარი შენ გამოგაყოლე თქო. კაია ხალხო მაინც. ნუ თამაშობ. საჯმელს მივიდნენ ჩვეულებრივად, დიეტაზე არ ვარ. ვერ ვარ, რო უხედავ მინდა. ამიტომ დედა მამა. კი დედიკო, ცოტა ხანი მაინც არ იქნები დიეტაზე.
გოდა ჩაუწია დადიკო რას ყვირის მაგ ტელევიზორი. დამეწეთა. რა არის გოდერძირის ხმა? თვითი ნუ გიდევს პირში გოგო და ტანსაცმელზე ისმევ დიკო მერე ხელს. ერთი ის უკვე გავრეცხე და მიდევს ეხა გარეთ რომ გავფინო. მე ეხა გოდეს უნდა ვაჭამო რომ ცეკვაზე გაუშვა ისე ვერ გაუშვებ უჭმელს. დაგიდა მინდა. არ გინდა. თამაშო. დიმა ეჭიანობს უკვე ადაზე. დედა წაართვა ადამ. მართლა. დღეს დილით ისეთ ამბავში იყვნენ. ჩემი დის ტელეფონიდან გადავიღე, თორე თან დიმა ტრუსით რო არის, არაო, თორე მინდოდა. გამიზიარებინა თქვენთვის რა ამბავში იყვნენ. იჩხუბება და არ უშვებს დედამის ამბავს. გუში მარტო ვერ იმავს ქენი. ვერ მოვდუღე ჩემდას ყავა და ამიტომ რას იფიქრებს? მაინც არ ვიცი. მოვადუღე შაქრიანი. დავლია. არ წავიდა ესე გემრიელად როგორც ეგმიდის მაგალითად, მაგრამ ეხა ამას რო ვაყოლებ, ესეც არ არის დიდად ესეთი. მაგრამ ეს მინდა. თან ძალიან ტკბილად არ მინდა რომ ჩავიდეთ, მაგიტომ ეცედი რომ ამას ვაყოლებ. ხატი ედიიდა. თან ხატი ედიიდა. დედა თანდა. აკაკეთ მასეჯა. გადაგწდება. ედანია ქედანია სასაცი. მოსაშოშება. გინდა დამცვალი. მოჩა. არა. არ გინდა შენ ხო გიყვარს მინანქრიანი? მინანქრით არ ვაპირებდი, სიმართლე გითხრათ. მაგრამ დიმა მოითხოვა რომ მინანქრით მინდაო და მაგიტო გავაკეთე მინანქრით, თორე ამის ნაფშვენები მინდოდა სიმართლე რო გითხრათ. ესეთი ამბებია ჩემთან. ახალი არაფერი არ ხდება ჩემჯერობით. ლოგინები რაღაცები ყველაფერი გავყარე გარეთ. სტუმრებს რო გაუშალე ისინიც. ხო და ლელა დედამ რომ ამომიტანა მწვანილი. უაჩვენე. იმ 1.5 საათის ადრე ავდექით რა და სულ ვცდილობ რომ ჩუჩელა პირველი აი მაინც სტუმრები არიან რაღაცა და არიქ არ შიოდეთ რაღაცა თქო და სულ ვცდილობ რომ აი პირველი საჭმელი მივაწოდო ადამიანებს. ხო და სახლზე არც მიმიხედი არც არაფერი სათამაშოები რაღაცები იატაკზე ეყარა და მუთხარი რომ ისეთი ამბავი მაგ და კი მერიდება თქო რომ აი შემოდი რომ გითხრა თქო მაგრამ სადაც 11 საათისკენ იყო. ისეთი ამბები მაქვს ძვირფასება. მოუგავე, მაგრამ მოსაწმენდი მაქვს. იატაკები უნდა მოუწმინდო.
იმებს გავფენ, მე მუხასებიც უნდა შევყარო. ასეთი ამბები ძირფას წავედი ხა მე. დიდ დროს არ წაგართმევთ, ასე რომ წავედი დაგემშვიდობებით და მოკლედ დღეს მე მგონი არ იცი თუ მოვახერხე. გადაღება ახალი ამბის, რაც მინდა რომ გაჩვენოთ და თან გითხრათ, იმას ვიზავ რა ქვია. იმედია მოვახერხებ რა, არ არის მუხა მითხრა რომ ცოტა ადრე მოვალო და თუ მოვიდა ადრე, იმედია რომ მოვახერხებ. ესეთი ამბები ჩემო კარგი. წავედ ჯგალში არის ახლა მუხა. კარგად აღარ ბედნიერ და მშვიდობიან დღეს, პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. დროებით.